ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამოშვიდობისა შოუ ბიზნესში მიმდინარე სიახლეებით ეთერშია პროგრამა ინფორმატორი ლაილაისთან ერთად და მოდით გადავხედოთ ჩემს საინფორმატორო ფურცლებს. კლუბ 16 რაუნდში ნინო ქათამაძეს კონცერტი გაიმართა, სადაც ნინომ მაყურებლის მიმართ სიყვარული 1000 ცალი ვარდით გამოხატა, რომლითაც 16 რაუნდი იყო მორთული. ეხლა კი სიუჟეტი ვნახოთ. დღევანდელ დღეს ჩემთვის აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა, იმიტომ რომ რაღაცა ვარდების დღესასწაული გამოვიდა. ამდენსაც არ ფიქრობდით, უბრალოდ ფიქრობდით, რომ დღესასწაული ყოფილიყო იმ ადამიანებისთვის, საჩქარი მიგვერთია ჩვენი მსმენელისთვის. ცოდი წინასწარ ეს ინფორმაცია რომ ესეთი 1000 ვარდის სურნელი რაღაც მსგავსი სათაურით უნდა ყოფილიყო და არის ძალიან კარგად დაგეგმილი და ძალიან ლამაზია ეს ყველაფერი. უჩვეულოა, ну ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ ვართ შეგუებული იმას რომ სადმე მივდივარ და ესე ლამაზად გაკეთებული დიზაინით ვარდებს გვჩუქნიან ხო. ლილიკო ნემსაძის სიმღერაზე თავის პირველ კლიპს იღებს 13 წლის ანი მეგრელიშვილი, რომლის რეჟისორიც კახა ოთარაშვილია. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ანას პირველი კლიპი, არანაირი პრობლემები არ შეგვქნია ბავშვთან დაკავშირებით. კარგი მსახიობის ნიჭი აქვს. ნახოთ. ჩვენ ვიღებთ გოლფ კლუბში რამდენიმე დუბლს და შემდეგ მეორე ნაწილს ვიღებთ მერაბ ბერძენიშვილის სახლში. ეს ჩემი პირველი კლიპია, ძალიან არ ნერვიულობ. ბავშვი მეგობრები მოვიყვანი აქ ჩემი კლიპის გასალამაზებლად. მე 6 წლიდან დავდივარ რუსიკო ბახტაძესთან, მასთან მუშაობა ძალიან მომწონს და კარგიც ახალიცაც და ამ 6 წლის ჩათვლით ბევრი სიმღერა მოვამზადე. სტუდია ქართულ ჩანაწერებში ქართული ჩანაწერების მიერ შექმნილ სიმღერას წერს გვანცა ზაქარიაშვილი. უფრო კონკრეტულად კი სიუჟეტიდან გავიგეთ. ეხლა ვართ ქართულ ჩანაწერებში, ეხლა ჩავწერე ახალი სიმღერა, სიმღერას ქვია, რომ თქვა, საკუთარ ისე ლამაზი სიმღერაა, თან რიტმულიც არის, სამბა სტილშია და ეს ყველაფერი სიმღერა, ტექსტი, ყველაფერი ეკუთვნის სტუდია ქართულ ჩანაწერებს. კიდევ ერთხელ გამიღი მე ალბათ ვეღარ და გივიწყებ. ჩემს საზაფხულო გეგმებში შედის პირველ რიგში იტალიის საერთაშორისო ფესტივალი, სადაც გამგზავრები აგვისტოში, ეს არის მსოფლიო ფესტივალი მუსიკის და პარალელურად მიდის მზადება სიმღერებზე, რომელიც იქ უნდა წარვადგინო.
და ამავე დროს მონაწილეობ კონცერტებში, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში იმართება და ეს კონცერტებიც რაღაც ძალიან მომწონს. ძალიან აქტიურად მუშაობთ სტუდია ქართულ ჩანაწერებთან, აგერა ეს სიმღერაც ორივეს ერთად მოგვივიდა იდეად, რამე თუ ორივეს მოგწონს ამ ჯგუფის და ამ სტუდიის მიმართულება და აი მართლაც არჩეულებრივი სიმღერა გავუკეთეს, მე მგონი კაი გამოვიდა. გვანცა ადრეც თანამშრომლობდა ჩვენ სტუდიასთან, უბრალოდ ერთ-ერთი სესიის დროს ჩვენ მუშაობდით ჯგუფი და მანას რაღაც იდეა გაუჩნდა. შემდეგ ეს რა ეტაპობრივად მოხდა რა, ეს უცებად მოხდა რა. რაღაც ყველამ ჩვენი წვლილი შევიტანეთ, რასაც და დაერქვა საბოლოოდ ეს სიმღერა დამზადებულია ქართულ ჩანაწერებში. როგორ მინდა მე ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.